საბრალო ერთი კვირა საავადმყოფოში იწვა. ძალიან მძიმედ იყო. ახლა როგორ არის? კარგად ნუღელავ. სერჰათი თვალისჩინივით უფრთხილდება. დედაზე უკეთ ბავშვზე ვერავინ იზრუნებს. გასაგებია? მაგრამ სერჰათი სხვაგვარად ფიქრობს. სად არის სერჰათი? ჩემ შვილს სად მალავს? არ ვიცი. ან რატომ უნდა გითხრა? ახლავე მითხარი, თორემ გათქმევინებ. გასაგებია? რა ხდება? რასაკეთებ? ალაჰმა დაგლოცოთ კომისარო, თორემ ეს ქალი ზეწოლას ახდენს. იქნება მიხსნა რა ხდება. შენ გეუბნები. რატომ დერემ? იმ კაცმა რა დაგიშავა? ჩემგან თავი შორს დაიჭირე. ადვოკატ შემოხვედრეთ. უკვე აქ არის. ახლა პროკურორს ელაპარაკება. დღეს ისაუზმე? არა, არც მივახშმია. არ მაჭმევენ. სიმითი და ჩაი გინდა? მინდა. რა ხდება? კარგი პოლიციელი გახდით? იმ დღეს გასაქანი არ მომეცით. ნერვებს ნომიშლი, თორემ იგივე მოხდება. ერთ ლუკმას არ გაღირსებ. შიმშილით სულს ამოგხდი. რა გინდათ ჩემგან კომისარო? რამდენჯერ უნდა ვთქვა, ის გოგო მე არ მომიკლავს. ბაჰარი ვნახე, მაგრამ ვინ მოკლა არ ვიცი. ახლა მარტივ შეკითხვას დაგისვამ. გულწრფელად უნდა მიპასუხო. კომისარი იფექი რატომ ტიროდა? გითხრით და გეტყვით, მე რა ვიცი რატომ ტიროდა. ნუ მაღიზიანებ. თორემ საჭმელს ვერ ეღირსები, შიმშილით მოგკლავ. შვილს ეძებს. ვერ ხვდები რა შუაში ვარ. რომ ვიცოდე ვეთყოდი. მაგრამ მე რა ვიცი მისი შვილი სად არის. არდა მორიგე იყო, ფელინი კი ეკიპაჟთან ერთად გავიდა. კარგი. ვეტყვი რომ დარეკეთ. შვილი გყავს? შენი საქმე არ არის. თავი დამანებე. რადგან გეკითხები, ესე იგი ჩემი საქმეა. მე მაპატიეთ, უკაცრავად. ელიფ, შემოდი. შემოდი. რა ხდება, რატომ მოხვედე? ფათიხმა დამირეკა. ვიფიქრე დააინტერესებს მეთქი. როდის? 1 საათის წინ. რა გითხრა?
რა სიბღვირები ერდა? რა ხდება? არ უნდა მომესალმო? დილამშვიდობისა. მორიგეობა არ დაგიმთავრდა, აქ რას აკეთებ? განსაცმელი გამოიცვალე და დაუბრუნდი. მე და უმერ საქმე გვაქვს. სადმე მიდიხართ? არა, ჰუსეინ. საქმის მასალებზე უნდა ვიმუშაოთ. რაც მთავარია, ჯერ ბაჰარის საქმე უნდა გავხსნათ. დანარჩენი გამოჩნდება. დარწმუნებული ხარ? ჩვენიერია, წარმატებას გისურვებთ. ეს რატომ გააკეთე? რა გავაკეთე? ის გოგო სახლში ძალით წაიყვანე. თუმცა იცოდი, რომ ელიფი უნდა მოსულიყო. მომწყდი თავიდან შენ საქმეს მიხედე. იფექი განადგურებულია. მთელი დღეა ტირის. ელიფს და იფექს ერთმანეთს რატომ უპირისპირებ? ის ფოტოები ალბომში რატომ ჩადე? ხომ არ გაგიჟდიარდა? შენ მიწისძვრა რომ მოხდეს იმასაც მე დამაბრალებ. მართლა სულელი ყოფილხარ. ჩვენ სულელები ვარ, ჩვენ კი ძალიან ჭკვიანი ხარ. დღეს სკოლაში არ წავალ. არ მინდა. კარგი? შენინებაა. გადავიფიქრე. შენს ნებაზე სკოლას ვერ გააცდენ. უნდა წახვიდე. სხვა გზა არ გაქვს. დეიდან ედრეთ. რა? ელიფანიმი დღეს საბჭოს წევრებს ხვდება. მთხოვეთ რომ შემეხსენებინა. სულ აღარ მახსოვდა, კარგი. რადგან უკვე დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ, მეც უნდა დავესწრო. ელიფისთვის ეს დიდი სიურპრიზი იქნება. მომისმინე. სკოლა არ გაცდინო. თორემ ვიჩხუბებთ. გასაგებია? მეც მოვდივარ. რა საჭიროა ნილო? შენ სტილს ელიფი განკარგავს. ამიერიდან საკუთარ თავს თვითონ წარმოვადგენ. მხოლოდ ფირმაში არა, ყველგან. დღევანდელი სხდომა ძალიან დაძაბული იქნება. საინტერესოა. ფილის, შენც წამოხვალ. მომისმინე. დედას დაუჯერე, გთხოვ. სკოლას არ გააცდენ. მოულოდნელად გაუჩინარდებოდა. ყოილად არ დარეკავდა. იცის რომ ვუთვალთვალებთ. გეთანხმები, იცის რომ ვუთვალთვალებთ, მაგრამ საიდან გაიგო რომ სამი საქმე გავაერთიანეთ? ვიღაც ფათიხ დუნდარს ინფორმაციას აწვდის. რასიმის ადვოკატი პროკურორს უნდა შეხვედროდა. იქნებ ჯაშუში პროკურატურაშია. ლოგიკურია. პროკურორი ადვოკატს ეტყო და მისი დაცვის ქვეშ მყოფი რა მიზეზით დააკავეს. თუ ასეა პროკურორს საქმის მასალები უნდა ჰქონოდა. მე არ მიმიცია, თქვენ მიეცით? ალი მისცემდა, ალი. ეჭვიც არ მეპარება. ფათიხი ან ნამდვილად უდანაშაულო, ან ცდილობს ამაში დაგვარწმუნოს. ან ყალბი მტკიცებულებებით ჩვენთვის კვალის არევა უნდა. ჰუსეინ, შენ რა სიტყვე? რადგან ამბობს იმ დროს მილანში ვიყავიო, სასაზღვრო დეპარტამენტიდან ინფორმაცია გამოვითხოვოთ. გავიგოთ ფათიხ დუნდარი იმ დროს ქვეყნიდან მართლა გავიდა თუ არა. შეეძლო ყალბი პასპორტით გასულიყო, არ გაუჭირდებოდა. მაინც უნდა შევამოწმოთ. ბაჰარის მკვლელობასთან დაკავშირებით რასიმის დაკითხვა გავაგრძელოთ. ბოლოს და ბოლოს მკვლელობა მის სახლში მოხდა. მთავარი ეჭვმიტანილია. დღეს მე დავკითხავ. თქვენ მილანის საქმე გაარკვიეთ. გისმენთ? თუ იტალიის საკონსულოში წერილის გაგზავნა გინდათ, მე დავწერ. დრო რომ არ დაკარგოთ. კარგი ელიფ, დაწერე.
ომერ სასწრაფო საქმე მაქვს მივდივარ. რატომ სახლში ხომ მშვიდობაა? ჩემი მეგობრის ბავშვი რომ ავად გახდა ხომ გახსოვს? ჩემი დახმარება სჭირდებათ. ჩვენს სამოვალთ. არ მინდა ომერ საქმეს მიხედეთ. მანამდე წერილი მოვამზადოთ. თუ გინდა აქ დაჯექი. ოფიციალური წერილის ნიმუშს მოვძებნი. დაჯექი. არდამ, აქაურობა შენ მიხედე. რასიმი პირადად დაკითხე. სად მიდიხარ? უნდა გავიგო, რაც მითხარი მართალია თუ არა. ჯერ მომისმინე. ხომ გითხარი სამსახურში არ დამირეკო მეთქი? რომ ნერვიულობ, იმიტომ დაგირეკე. დამპირდი ერთმანეთს დავაშორებო, მაგრამ როგორც გავიგე, ისევ ერთად არიან. ეგ ადვილი არ გეგონოს. მცდელობას არ ვაკლებ. სწორ გზას ვადგავარ. მალე დაშორდებიან, ნუ ყელავ. დრო არ იცდი, სიჩქარე ჰუსეინ. ისე უნდა იჩხუბონ, რომ საქმის გამოძიება შეწყდეს. ეს ერთადერთი გამოსავალია. ბაჰარსაც დაივიწყებენ და დანარჩენებსაც. მაგრამ თავს თუ ვერ ართმევ, შემიძლია დაგეხმარო. ჩანაწერს გავუგზავნი, ჰუსეინ. ომერი და ელიფი გაიგებენ მკვლელი ვინც არის. საქმე წამში მოგვარდება. რა სიტყვი, ჰუსეინ? თავი ხელში აიყვანე და დამშვიდდი. ეგ ჩანაწერი ომერის ხელში თუ მოხდება, იცოდე, კარგი დღე არ დაგვადგება. ჩემთან ხუმრობას არ გირჩევთ, აიარო. საქმე პირადად უნდა მოვაგვარო. ეგენი უკან დახევას არ აპირებენ. რაც დრო გადის, უარესი ხდება. ცალკე შენი შვილი მიშლის ხელს. არიცი? ელიფისთვის უთქვამს მე არ მომიკლავსო. ასეც არის, ჰუსეინ. მკვლელი ის არ არის. შენთვის მოცემული ვადა იწურება. გინდა შენი წარუმატებლობა ფათის დააბრალო? თავს თუ ვერ ართმევ, მითხარი რომ მეც ვიცოდე, მაშინ პასუხს მოგთხოვ. მართლა? შენ ეს საქმე სიმითით ვაჭრობა გგონია? მარტო ვიბრძვი. მაგრამ არა უშავს. მაინც გამოვძვრებით, აიარო. თუ შვილის გადარჩენა გინდა, რამე მოიფიქრე. არ დაწმითვალ თვალებს. გასაკანს არ მაძლევს. იმ ბიჭთან დაკავშირებით ჩემი აზრი უკვე გითხარი, ჰუსეინ. თავიდან უნდა მოიშორო. მის მოკლას არ ვაპირებ. ვერაფერს დამაკლებს. რამე რომ შეეძლოს გააკეთებდა. კარგი. შენი ნება, მე გაგაფრთხილე. თუ ასეა, რასიმი მოვისყიდოთ. უკვე დაგვიანებულია, თაიარა. ომერს ვეღარ დავარწმუნებთ. რასიმს თუ მოვისყიდით, დაიჯერებს. დაელაპარაკე. აღიაროს, რომ ბაჰარი მან მოკლა. შესაბამისი მტკიცებულებები შექმენი, რომ ყველა დაუმშვიდდეთ. სათხარ, შევხვდეთ და დეტალებზე ვილაპარაკოთ.
ჯაიდ ბეი, როგორ ბრძანდებით? მზად არის. კარგი, გმადლობ. ომერს არ დაურეკავს? არა. ალბათ რაღაც საქმე აქვს. შენ წადი, თუ რამეს გავიგებ, შეგატყობინებთ. არაფერი უთქვამს? არა, უცებ წავიდა. აქ არ იყავი? ასეთი რამ არ სჩვევი, არც დაურეკავს. რასიმის დაკითხვაზეც არ შესულა. ყოველთვის ასეთი ჯიუტი იყო. სახელოსნოში ვიქნები, თუ რამეს გაიგებთ, დამირეკეთ. ელი, ფათიჰი თუ გამოჩნდება, შეგვატყობინე. კარგი. დასულელი ვარ. ამ გოგოსთან დასწრებით ომერზე ვლაპარაკობ. დიდი. ელიფი საკმაოდ ჭკვიანია. ნუ ღელავ. რაც მთავარია, ცუდი განზრახვა არ გაქვს. არა უშავს. ენაზე კბილის დაჭერა უნდა ვისწავლო. ყოველთვის დაუფიქრებლად ვლაპარაკობ. ჩაი უნდა მოვიტანო და ლევ. გამარჯობა ბიძია, რაღაც უნდა გკითხოთ. ისმენთ? წეგან რომ კაცზე ლაპარაკებოდით, ჯაიდ ბეის? არ ვიცი ჯაიდი ჰქვია თუ არა, მაგრამ თქვენ გელაპარაკებოდათ ჭაღარათმიანი. დიახ, ის ჯაიდ ბეია. რა იყო მოხდა რამე? მანქანასთან საფულე დაკარგა. ვერ მოუსწარი რომ მიმეცა. მომეცით მე გადავცემ. არა, აჯობებს მე გადავცემ. აქ ცხოვრობს? დორსუნ ეფენდი, ჩემი წნევის სამალი სადაა? მაპატიე საქმეში გავერთე ეფენდი. უნდა დავლიო აფთიაქში გაიქეცი. უნდა წავიდე საფულე მეოთხე ბინაში აიტანე. ნუღელავთ ტექნიკური წუნი გამოვასწორეთ, ეს აღარ განმეორდება. მსგავსი რამ კიდევ თუ მოხდება, თქვენს ინტერნეტს გამოვრთავ. სხვასთან დავდებ ხელშეკრულებას. ნუღელავთ ეფენდი, აღარ განმეორდება. კარგი. მეგობარო, ერთი წუთით. გისმენთ? გამარჯობა, მე ინტერნეტ კომპანიიდან გახლავართ. ახალი აქციის შესახებ უნდა შეგატყობინოთ. უკვე ბინებშიც დადიხართ? ამ რაიონში გამომგზავნეს. რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ. მე ვერ ყვევი. არ არის. ჯაიდი ცოტა ხნის წინ წავიდა.
დედა ყველაფერი შევჭამე კომპიუტერი ჩართული შეიძლება ვითამაშო ბურჰან სირია ვერ ხედავ ლაპარაკობ მამამ უფლება მომცა გალამაზი სახელია მამა ჩემსაც ბურჰანი ერქვა დედა ბაბუასაც ბურჰანი ერქვა არა დამაცადო რით შემიძლია დაგეხმაროთ ეფენდი რა გაინტერესებთ ახლავე რამდენიმე შეკითხვას უნდა უპასუხოთ და ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებთ მართლა რა კარგია ჩემი ძმა რუსეთში ცხოვრობს ყოველდღე ვსაუბრობთ მაგრამ მომსახურება საკმაოდ ძვირია ჯაითი ბრაზდება ჯაით ბეირას საქმიანობს ტრაილერის მძღოლია თქვენი სახელი სვეტლანა ჯინევა ჯინევა დაბადების თარიღი 8 აპრილი 1974 წელი დედა წამოდი კომპიუტერი ჩართულია მიდი და ითამაშე მამიკოს დოკუმენტებია გახსნილი არასწორად რომ დავაჭირო დაიკარგება მერე გამიბრაზდება თუ ასეა უნდა მოიცადო ბიჭე თამაში ჩამირთე რა გთხოვ ნუ ცელკობ შენს ოთახში შედი ჩქარა კიდევ ქირი ცხოვრობთ არა ჩვენია ბურჰანი რომ დაიბადა მაშინ ვიყიდეთ 2010 წელს გასაგებია მადლობთ უფასო ინტერნეტი რომ ჩაირთვება შეგატყობინებთ კარგად ბრძანდებოდეთ წარმატებას გისურვებთ გმადლობთ მოიცადე საჭმელი პატიმრისთვის მიგაქვს დიახ მეთაურო რა ხდება პატიმრებს ჩვენზე გემრიელ კერძებს საჭმევთ ეს ვინ არის ახალი თანამშრომელია კარგი მე გავარკვევ შენ წადე გამომართვე
როგორ ხარ? როგორ ვიქნები? ამ 2008 წელს სვეტლანაზე საქმე აღიძრა. აბა თუ ხდები საქმეს ვინ იძიებდა? მეთაური ჰუსეინი. მე და ფელო სამსახურში ახალი დანიშნულები ვიყავით. ეგ მკვლელობა კარგად მახსოვს. სვეტლანა სტამბოლში სრულიად უფულოდ ჩამოვიდა. ჯერ ძიძად მუშაობდა, მაგრამ გამოაგდეს. მერე კლუბში მოცეკვავედ დაიწყო მუშაობა. იმ კლუბის მეპატრონე კაბინეტში მკვდარი იპოვეს. ზურგში დანა ჩაარტყეს. ჯერ სვეტლანაზე მიიტანეს ეჭვი, რადგან ბოსთან ერთად ოთახში ისიც იმყოფებოდა. მაგრამ მოგვიანებით ჰუსეინმა გვითხრა სვეტლანა რომ შევიდა, ის უკვე მკვდარი იყო. მერე ვიღაც ქალი გამოჩნდა, რომელმაც ჰუსეინის ნათქვამი გაიმეორა. ამის შემდეგ საქმე დაიხურა. შესაძლოა ეს მისი პირველი გაყალბებული საქმე იყო. ბავშვი ხავს არდა. მამა ჩემის სახელი დაურქმევია. მარტო ყოფნა ხომ არ გირჩევნია? არა, არ მინდა. მარტო არ დამტოვა, თორემ შეიძლება ჭკუიდან შევიშალო. შეიძლება გავგიჟდიარ და ახლა რას აპირებ? ჰუსეინს დაელაპარაკები? ვიდრე ამას ვნახავდი, მინდოდა დავლაპარაკებოდი. ფიქრობდი, იქნებ შეუყვარდა მეთქი. მაგრამ არა, შენ მართალი ხარ. ჩემი ძმა ორმაგ ცხოვრებას ეწევა. ჩემთვის ამის გაცნობიერება სიკვდილის ტოლფასია არდა. ეს წეული დოსიე. რა ხდება, ტელეფონს არ პასუხობთ. განყოფილებაში წამოდით. რა ხდება, აღელვებული ჩანხარ? არ ვიცი როგორ, მაგრამ რასიმმა დანაშაული აღიარა, ამბობს ბაჰარი მე მოვკალიო. ადექით. როგორ ხარ? არა მიშავს. სამსახურის შემდეგ თუ გეცლება სადმე გავისეირნოთ. პატარა მე და შენ. მერტ. გამარჯობა. მოგბრძანდით. როგორ გიკითხოთ? კარგად, შენ როგორ ხარ შვილო? კარგად, გმადლობთ. Nasıl gidiyor? ახალი სამსახური როგორ მოგწონს? Yok yok dur ofis boş. სიმართლე გითხრა, ოფისში მუშაობა მოგხდენია. რას მეტყვი შეეჩვიე? ძალიან კმაყოფილი ვარ ასლე. İyi tamam. კარგი, თუ ასეა ყავა მომიტანე, თორემ ჯერ ისევ მძინავს. არ გელოდებოდი. რა სიურპრიზია? შვილო, წამოდი. ელიფი გველოდება. Gel. მოვდივარ მამიდა. Görüşürüz. დროებით. დილამშვიდობისა. Siz nereden çıktınız? თქვენ აქ საიდან გაჩნდით? მხოლოდ ასლის ველოდებოდი. შვილო, არ უნდა მომესალმო? Alacım kız. მამიდა, მაპატია, უბრალოდ გამიკვირდა. Hoş geldin. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა ნედრეთანი. გამარჯობა შვილო. Aslında არ მეგონა ნილუფერი თუ წამოვიდოდა. demiyordum biliyor musun? თუმცა ჩემი აქ გამოჩენა სრულიად ბუნებრივია. ამიერიდან დირექტორთა საბჭოს ყველა სხდომას დავესწრები. Çünkü Aslı'yla ასლიმ და ლევენტმა ფირმის 40%-იანი წილი შემომთავაზეს და მე შევიძინე. ben de satın aldım. ხელს რომ მოაწერ, ოფიციალურად შემოგიერთდებით. Aranızda olacak. ესე იგი უცებ გაგახსენდა რომ გოგონა შენ მოკალია რა? რა ხდება დაგწინი?
ამდენი ხანია გვიმტკიცებ რომ არ მომიკლავსო თავისუფლება რამდენად გაყიდე ხმა მოიღე რამდენად გაყიდე მე მოვკალი კომისარო თავისუფლება არ გამიყიდია ომერ რასაკეთებ უკვე აღიარა მეტი რა გინდა ამას არ მოუკლავს ტყუის ო მაგრამ ამბობს მე მოვკალი შუბლში ვესროლეო აღიარებს ომერ დაჯექი გოგოს იმ სახლში რა ესაქმებოდა ხომ გითხარით კომისარო მოვიდა და მეთინი იკითხა ვუთხარი არ არის მეთქი არ დაიჯერა თქვა დაველოდებიო მერე მკითხა სად არისო ვუთხარი არ ვიცი მეთქი და მე მუქრა თუ არ მეტყვი პოლიციას შევატყობინებო ჩემი სატელეფონო საუბრები მოისმინა და მითხრა პოლიციას ყველაფერს ვეტყვი შენც დაგიჭერენ და მეთინსაცო ტელეფონი რომ ამოიღო და დარეკვა დაიწყო დასაშინებლად იარაღი ამოვიღე ვუთხარი წადი და ხმა აღარ ამოიღო მეთქი რომ ვერ დავარწმუნე ჩახმახს ხელი გამოვკარე ცხედარის სახლიდან როგორ გამოიტანე ზეწარში გავახვიე და მანქანის საბარგულში ჩავდე მიყრუებულ ადგილას წავიყვანე მანქანიდან გადმოვიყვანე და ხრამამდე ვათრიე შემდეგ კი ხრამში გადავაგდე მანქანა სადაა ერთ კაცს მივიყვანე მანქანის ნაწილებით ვაჭრობს ალბათ დაშალა და გაყიდა იარაღი სადაა ზღვაში გადავაგდე სიბელანდაჩი და აჰმედ დენიზერიც იმ იარაღით მოკლეს ისინი რატომ დახოცე ვის ბრძანებას ასრულებდი მეც ვერაფერს გეტყვით ვის ბრძანებას ასრულებდი მეთქი ომერ დამშვიდდე ხედავარდა ბაჰარის ისტორია ლექსივით დააზეპირებინეს უნდა გავიგოთ დაკითხვის ოთახში ჩვენ გარდა ვინ შევიდა ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მჭირდება გამოვკითხავ ომერ თუმცა არ ამგონია რამე გაირკვეს ომერ პროკურორმა დარეკა ეჭვმიტანილთან გასაუბრება უნდა გავგზავნოთ გაგზავნე ესეც ასე ხელი მოვაწერე ახლა კი დღის წესრიგი განვიხილოთ ეთილი იყო შენი მობრძანება გმადლობ ძურფასო დიახ 2015 წელს ჩვენი მთავარი სტრატეგია ახალი კოლექციის მომზადება ახალი მოდელების შექმნა და რაც მთავარია მათი რეალიზაცია გისმენთ ლევენტ ბეი დიახ მეორე საქაღალდეში ყველა დეტალია განხილული კომპანიაში საუკეთესო დიზაინერებს მოვიწვევთ. საჭირო არ არის. ვერ გავიგე? ახალი ხალხის დაქირავება საჭირო არ არის. ამიერიდან მეც ფირმაში ვიქნები. დიზაინერი ვარ. წლებია სამხატვრო ფაკულტეტზე ვსწავლობ. მე მოდელებს შევქმნი, შენ კი წარმოებაში გავუშვებ. თან ზედმეტ ხარჯსაც თავს ავარიდებთ. ჯერ უნდა ისწავლო, ეს შეუძლებელია ნილუფერ. შენთვის აზრი არ მეკითხავს, ელიფ. ვერ ხვდები რა გინდა ნილუფერ. ეს შენი ფირმაცაა. რა თქმა უნდა მოდელებს შექმნი, მოხვალ და იმუშავებ, მაგრამ მას შემდეგ რაც სწავლას დაამთავრებ. ჩემ საქმეში ნუერევი. დიახ, ეს ფირმა მეც მეკუთვნის. უკვე გადავწყვიტე ელიფ.
Ve bu hayat სწავლას თავს ვანებებ და ჩემს ფირმაში ვიწყებ მუშაობას. şirketimde çalışmaya başladım. ამაზე საუბარი დასრულებულია. Olmaz. არა, Ben de sana ხელს ვერ შემიშლი ელიფ. Çocuk. ბავშვებო, სირცხვილია. Ay çok ayıp. მორიდება იქონიეთ. Niye რატომ კამათობთ? Güzel güzel. ნორმალურად ისაუბრეთ. რა გაქვთ გასაყოფი? Elif Tan. ელიფი მეკამათება მამიდა. უნდა რომ ყველაფერი თავის ნებაზე იყოს. რატომღაც გონია რომ ამის უფლება აქვს. ყველაფერი იცის, შეცდომას არ უშვებს, ყველას ზემოდან გვიყურებს. Sakin ol. დამშვიდდი. İyice saçma. რა სისულელეს ამბობ? Hep ben sana. მე ვამბობ სისულელეს ასლი. Şirketin başındaki isim. პრეზიდენტი ელიფია და რა მდგომარეობაშია ფირმას ამას ყველა ვხედავთ. მამიდა რომ არა გავკოტრდებოდით, ვალებში ვიხრჩობით. ესე იგი ჩემი ბრალია. დიახ, იმის ბრალია რომ სხვა საქმეებით ხარ დაკავებული. ფირმაზე კი არ ზრუნავ. პოლიციელობანას თამაშობ. პოლიციელობანას ნილუფერ. როგორ იქცევი? არც ვიცი რა გითხრა. Konuyu მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ ელიფ. buraya აქ საქმეზე სასაუბროდ მოვედით. sen isim მოგწონს თუ არა ფირმაში მაინც ვივლი. şirkete geleceğim. Hem თან დიზაინზე ვიმუშავებ. თან თითოეულ ქურუშს გავაკონტროლებ. შეეგუეთ რომ დღეიდან აქ ვიქნები. ve bu karar ჩემს გადაწყვეტილებას პატივი ეცით. საკმარისია. sana ფირმიდან შენს კუთვნილ ფულს მიიღებ და უნივერსიტეტს დაამთავრებ. როგორც ვატყობ, ამ პირობებში სხდომის გაგრძელებას აზრი არა აქვს. seninle მე და შენ მოგვიანებით ვილაპარაკებთ. Nilüfer. ნილუფერ, Nilüfer. ნილუფერ. ესე იგი ალის მოხსენება არ დაუწერია და პროკურორსაც არ მეუღია. არა, დღეს მოვიდა სიტუაციას ვაკონტროლებ. ესე იგი რასიმის სახლი რომ შევამოწმეთ ეს არავინ იცის. ფელო იქ არის ომერ. იქნები იატაკზე ფეხსაცმლის კვალი იპოვოს და ზომა გაიგოს. გარკვიან? რასიმისას არ შეეფერება. იქ კიდევ ვიღაც იყო. კვლელობის მომენტში ფათიხიც იქ იყო. ალბათ მისი კვალია. უნდა გავარკვიოთ. Eşyaların ayakkabısı მისი ფეხის ზომა როგორ ვერ უნდა გავიგოთ. öğrenebilirsin. ფელო შენემრეს დაუკავშირდე. რასიმის სახლიდან ხრამამდე ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი შეამოწმეთ. და კიდევ, ის მანქანა უნდა ვიპოვოთ, რომლითაც ბაჰარის ხედარი გადაიტანეს. მაგრამ იმ სახლის ირგვლივ არც ერთი დაწესებულება არაა. თანაც მისი სახლიდან ხრამამდე იცი რამდენი კილომეტრია. ვიცი არ და. მაგრამ გზაზე ზუსტად 4 ბენზინგასამართი სადგურია. Bir şekilde bir görüntü ერთი ეპიზოდით თუ დავაფიქსირეთ, გავიგებთ რასიმი მანქანაში mარტო იყო თუ სხვასთან ერთად. oluruz. ეს თივის ზვინში ნემსის ზებნას გავს. უნდა ვეძებოთ მეგობარო. Başka şans. სხვა რა გზაა? Aracın ავტომანქანის ნომერი უნდა გავიგოთ. haberleş. დაგირეკავთ. კარგი ომერ. იმედია ჩანაწერებში ჰუსეინის მანქანას არ დავინახავთ. გეყოფა არ და. საკმარისია. საკმარისი. უკაცრავად ნილუფერჰანიმ. ჩემი სახელი საიდან იცით? Yenge. ბრძალო, ეს ფათიხ ბეიმ გამოგიგზავნათ. ფათიხს გადაეცი რომ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრეს. თავი დამანებოს. Belasını versin. ეს საკითხი უჩემოდ რატომ გადაწყვიდეთ? Şirkete para gerekiyorsa რომ გეთქვა, ფულს ვიშოვიდი. yolla hallet. გამოდის რომ ახლა მამი და ჩვენი მოწილია. ელიფ, მამიდას არ ენდობი? რატომ ნერვიულობ? რა თქმა უნდა, ვენდობი. მაგრამ თავარი ეს არ არის. Babam şirket. მამამ ფირმა ჩვენ დაგვიტოვა. ჩვენ. Biz başardık. პრობლემა ჩვენ უნდა მოგვეგვარებინა, გესმის? Bak çok zor günler. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე, მაგრამ წილის გასხვისება არასდროს მიფიქრია. ან ერთად გავკოტრდებით, ან ერთად დავძლევთ პრობლემებს. არ გესმის? არ მესმის? Ben bu saatten გაჭირვების ატანას აღარ ვაპირებ. yaz. თანაც მამიდას ერთადერთი მემკვიდრეები ჩვენ ვართ. მთელი მისი ქონება ჩვენ დაგვრჩება. არაფერს დავკარგავთ. Giden bir şey yok. Aslı. ასლი, Biz başardık. ეს ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა, ჩვენ. ერთიანი ძალისხმევით, ასლი. Of Elif. ელიფ,
ღრუბლებში ფრენას თავი დაანებე და რეალობას თვალი გაუსწორე. თანამშრომლებს ხელფასებს ვუხდით? ვერ ვუხდით. ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა, არ გამოსწორდა. მორჩა. ნილუფერს ხელს მოუშლი. გაუშვი. რაც უნდა ის გააკეთოს. მე მივდივარ. ნახვამდის. ისმენ. ომერ, შენ ძმასთან ერთად ხარ? Yok yenge, biz abi. არა მელიქი არ მინახავს. განყოფილებაში არ იყო, ალბათ მალე მოვა. კარგი. ომერ, წუხელ რა გითხარი გახსოვს? დამპირდი ყველაფერს გავარკვევო. რა ხდება? რამე გაიგე? გარკვიე? უნდა ვიცოდე. მითხარი. ჰუსეინი რას მიმალავს? ომერ. ომერ. ალო. ომერ, ჩემი გესმის? მესმის მელიქე. რატომ გაჩუმდი? რამე მოხდა? მელიქე, ახლა გზაში ვარ. მოგვიანებით ვილაპარაკოთ, კარგი? კარგი ომერ. მერე იყოს. ომერ, დამპირდი. დამპირდი, რომ თუ რამეს გაიგებ, არ დამიმალავ, კარგი? კარგი მელიქე. პირდები. კარგი ომერ. გელოდები. დამაგვიანდება მელიქი, არ დამელოდო. კარგი ომერ. ელიფი მომიკითხე. კარგი. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.